თავდაპირველად რეალური სივრცის მიზანი იყო ის, რომ გაჩენილიყო რაღაცნაირი თანასწორი სივრცე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ადამიანებს ექნებოდათ საშუალება, რომ აი ასეთ თანასწორ დისკუსიაში შესულიყვნენ იმ ხალხთან, ვისთანაც მოხვედრა არ იყო ადვილი. და ეს ხალხი არის მათი დაქირავებული ოფიციოზი რეალურად. მძიმე დრო იყო მაშინ, გამგებლებთან მოხვედრაც პრივილეგია იყო. რაღაც საბაზისო საკითხების გადაწყვეტა იყო პრივილეგია, მაგალითად, წყალი რო არ გქონდა 21 საუკუნეში ან რაღაც მაგის მსგავსი და მაშინ იყო ეს შესაძლებლობა. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ სადღაც 5 წელი ამ ფუნქციის და მიზნის შესრულება მოხერხდა რეალურ სივრცეში, რატო? იმიტომ რომ მართლ პარტიაში იყვნენ ჩინოვნიკები, რომლებიც რეალურ სივრცეში მოსვლას უყურებდნენ როგორც რაღაც კარიერულ გამოწვევას. ანუ მათ მიაჩნდათ, რომ აქ მოსვლა შეიძლებოდა მათაც წადგომოდათ, ვთქვათ. მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერის განვითარებისთვის, ადამიანებთან ახლოს მისასვლელად, იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ღია არიან საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა თვითონ მმართველი პარტიიდან და შესაბამისად წავიდა, გაიკრიფნენ რეალური სივრციდანაც. შემდგომ უკვე რეალური სივრცის ფუნქცია უფრო გადაიზარდა იმაში, რომ ამ ადამიანებისთვის მიგვეცა პლატფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრაიმ ტაიმში, მიგვეცა დრო და შესაძლებლობა, რომ თუ დისკუსიაში და დიალოგში ვერ შევიდოდნენ ამან ოფიციოზთან, რომელსაც თვითონ ქირავენ იმ არხზე, რომელსაც ასევე თვითონ უხდიან ხელფას, გაეჟღერებინათ მაინც თავისი წუხილები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ყოველთვის განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ჩვენ რაღაცა კარგი გამოსადეგი ინსტრუმენტი ვიყავით ხოლმე ადამიანებისთვის წინასაარჩევნოდ, მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის თუნდაც კარგი ინსტრუმენტი ვიყავით, რომ რაღაც პრობლემები, რომლის მოგვარებაც იცოდნენ, რომ თუ არჩევნები ჩაივლიდა, მერე კიდევ 4 წლით გადაიდებოდა, აი ამ პრობლემების მოგვარებისთვის და ზეწოლისთვის თუნდაც თვითმმართველობებზე გამოვეყენებინეთ როგორც ინსტრუმენტი, როგორც მედია პლატფორმა. ისე სხვათა შორის წინასაარჩევნოდ რომ გააჩერეს რეალური სივრცე, ეხლა 2024-ში, პირველ რიგში ამ ხალხს, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, წაართვეს ეს პლატფორმა და ინსტრუმენტი.